გამარჯობათ მედანეებო, ჩვენი არხი მედანე და ჩვენი რუბრიკა ბასრი დისკუსიები მერვე ეპიზოდს ასე ვთქვათ წერთ უკვე და პრინციპში კაი ხანი დაგროვდა, კაი მასალა დაგროვდა თქვენი კომენტარების სახით იმისათვის რომ ერთი სრული ეპიზოდი დავუთმოთ თქვენს კომენტარებზე პასუხების გაცემას და ასევე დღევანდელ ეპიზოდში მე და გიორგი ერთმანეთს დავუსვავთ სამ შეკითხვას. ეს შეკითხვა არც გიორგი მარიცის რა იქნება და არც მე არ ვიცი რა იქნება. შესაბამისად, ჩემი აზრით საინტერესო ეპიზოდი გველის წინ და რა ვიცი, თავიდანვე გეტყვით და გთხოვთ რომ გამოიწერეთ ჩვენი არხი, დააჭირეთ ზარის ღილაკს და მოწონება და კომენტარი არ დაიშუროთ ჩვენი ვიდეოებისთვის. ჩვენ კიდე შევეცდებით საინტერესო თემებზე გესაუბროთ. სალამი ბატონო გიორგი. მაგარი დაწყება. კი, მოგესალმებით მედანეებო. მოკლედ რომ ფიქრობდით რისთვის დაგვეთქვა შემდეგი დისკუსიები, გამოვიდა ესე რომ კომენტარებში პასუხს ვერ ვცემთ ხოლმე ამომწურავად და გადავწყვეტით ერთი ეპიზოდი დავუთმოთ კითხვა-პასუხს და წინა ვიდეოებიდან ამოვაჩიეთ კითხვები და ამოწერილი გვაქვს, შპარგალკა გვაქვს პატარა და კი, ანუ თავიდან სკრინებივით გავაკეთეთ და უბრალოდ ასე ვთქვათ, ესე როა დაგვეწყო რა. მიხეილ, ლუკა დაურთავს. დაურთავს სკრინებს? მაგარია. არ ვიცოდი. ანუ მაშინ ეს შპარგალკა სკრინები იქნება გაშენთვის, კი. კაი, დავიწყოთ, მოდი, მაშინ თანმიმდევრობას არ მივყვები, ესე შევარჩევ რა და მოდი პირველი იყო ესეთი კომენტარი, რომ ბრატსი რამე თქვითო მაქსეისძეო რა და ხო? თქვათ? მე ვიტყვი რომ ანუ მაქსეისი, ანუ სანამ მაქსეისი დაერქმეოდა, ანუ Midnight Cat Studio არის ძალიან საინტერესო ჩინური კომპანია, რომელიც ნამდვილად გამოირჩევა ვიზუალითაც, მანუფაქტურითაც და შინაარსობრივათაც, ანუ აი ვიტყვი რომ ეს არის ჩინური ბრენდი, რომელსაც თავისი ხელწერა ძალიან კაფიოდ აქვს. და გიოს პირადი კოლექციიდან დანარჩენს გიო გვეტყვის. მე გეცოდინებოთ რომ ბევრიდან არ მაქვს კოლექციაში და ერთ-ერთი მაქვს მაქსეისი. როგორ უწონებს ხოლმე ბევრიდან არ აქვს და რამდენიდან ეწოდოს? დავთვალოთ. სწორად როგორ ითქვა მაქსეისი? მაქსეისი, კი. ხო, რავი, წინათ ვთქვი Alien მეთქი და Alien ყოფილა თურმე. Alien. მაგაზე ეგ საკამათოა, მაგრამ მაქსეისია ნამდვილად. ხო, მეც მაგას ვთქვი, გადავამოწმებთ. მოკლედ მაქსეისი დრაგონი არის მოდელი და საოცრად ერთი ნახოთ შემიყვარდა ეს მოდელი და გადავწყვეტე რომ კოლექციაში დამეტოვებინა და რა უნდა თქვა მაქსეისზე სასწაულ დანებს აკეთებენ და ნამდვილად ღირს ამ ბრენდზე ყურადღების მიქცევა. ხარისხი და ფასი აბსოლუტურად ერთმანეთის შეფარდებით არის, თუ ადეკვატური ერთმანეთთან და დანებსაც ძალიან საინტერესოებს გვთავაზობენ. მიდგარცების მე მგონი მე რომ მეგონა ხოლმე მიდგარცები ჩინელებთან აკეთებენ, მე მგონი მაქსეისთან აკეთებენ რაღაცებს. თუ არასწორად მახსოვს. მე არ მაქვს მსგავსი ინფორმაცია. ის PMP იყო. PMP და მაქსეისი ძმებია. კი და ძალიან კაი მოდელებს აკეთებენ ისინი მაგარი მაღაზიაში. კი. ამაზე ერთი სიტყვით მინდა ვთქვა, რომ ნახე, ანუ გიორგიმ რო თქვა, რომ პირველივე ნახვიდანო ეს დანა შემეყვარდაო, პირფერობაში არ ჩამომართმევს იმედია, ანუ ეს არის მედანის თვალით დანახული დანა. რატო? ესეთი მსგავსი მოდიფიკაციით 15 ლარიანი დანებიც არის სხვათა შორის ბაზრობებზე და ანუ აი შეიძლება იფიქრო რომ რა განსხვავებაა რა, იქაც არის ბეტმენის ფორმის დანა და ესეც რაღაცა ბეტმენის ფორმაა, მაგრამ ნუ არა, აი აქ არის რაღაცა 15 ლარით არის ბეტმენის ფორმის დანა. ბეტმენის მაი 35 იყოს რა თუ გინდა რა, ანუ ფორმით მართლა გავს. ოს დაჟე აქიდანაც და იქიდანაც მსგავსი იხსნება რა, შუაშია და ორი მხარესა აქვს რა ესენი რა. ნუ მაგრამ უბედურება იქ დაშვებები არ არის, დაჭყლეტვებია. ანუ აქ რო დაშვებები გაქვს, იქ არის დაჭყლეტვები. ანუ ეს დანა რო დაამუღამო, არ არის რა იოლის საქმე და ნუ გაგიკვირდება თუ თავიდან ვიღაცებს არ მოგეწონებათ. ანუ ძალიან სპეციფიური დანა, ურთულესი გრინდებით და მიუხედავად იმისა, რომ 7 წლის წინ არის, ხო, გამოშვებული და ახლოებით დღემდე გვაკვირვებს თავისი სირთულით და თავისი ფორმებით და მე მგონია რომ ძალიან მარტივი რო იყოს, სხვაებიც მარტივად გააკეთებდნენ ამებს. სიმართლე გითხრათ, მე ვერ ავხვდები მთლად კარგად აი ესეთი ფორმა როგორ გამოიყვანეს ესე კარგად. ხო, ნუ არის. კაი ნამუშევარი არის. გასალესად არის ჯოჯოხეთი? ხო. არა, არის საკოლექციო ძალიან მაგარი ნივთი. ავიც მაქსეისის მეც მაქვს რამოდენიმე მოდელი მე მიყვარს. პერეგრინი და ბიტლი, ანუ ავიც მაქსეისის დანები არის ორი კატეგორია. ეს არის პრემიუმ მაქსეისები და არის რაღაცა ბიუჯეტურებიც. ბიუჯეტურ მაქსეისებზე ცუც ვერაფერს ვერ ვიტყვი, მაგრამ
საკოლექციო, ანუ აი პრემიუმ კატეგორიას, ანუ ტიტანის სტარიანი მაქსეისებს თუ შეიძენთ, ხო? ბევრს არ უშვებენ, ანუ არ არის რომ ერთ მოდელს 50000 წელს უშვებდნენ, შესაბამისად საინტერესო ბრენდია. ეხლა ალბათ კიდევ უკეთესი ხარისხი ექნებათ. ნუ აი მე ხა რომ არ მევაქცია ყურადღება ამ კითხვას სამწუხაროდ დღეს წავიკითხე და ვთქვათ პელეგრინს წამოვიღებდი. პელეგრინი დაშვებებით ასევე ძალიან საინტერესო დანა არის. რაღაცით კი სებენზას ისინი წაიკითხება, მაგრამ ნუ კაი დანაა რა და ავიცი. მე მგონი გავიცით. ეგობა რომ ავიცი. რეაქცია მაქსეის ყურადღება. ბიტლი ხო გაქვს? მაქსეის ბიტლი არის. კი, ბიტლი ძალიან კაი დანა არის. ბიტლ 2 გამოვიდა ეხლა და მაგრად მინდა ეს ბიტლ 2 რა. ჩამოვუშვა. მე ბიტლი ისე მომეწონა რომ მეორესაც ჩამოვიდა. მინდა. შემდეგი ესეთი საინტერესო შეკითხვა იყო რომ დამწყებებისთვისო ხო? გვირჩიეთო ბიუჯეტური და საშუალო ბიუჯეტური დანები. მაგ კითხვაზე მოიმზადე? მაგ კითხვაზე მე მზად ვარ, უბრალოდ მოდი ჩამოვყალიბდეთ რას ვეძახით ბიუჯეტურ და რას ვეძახით საშუალო ბიუჯეტურ სეგმენტს. კაი. ჩემი პირადი აზრით, ბიუჯეტური არის სეგმენტი დაახლოებით 300 ლარამდე. და საშუალო ბიუჯეტური არის დაახლოებით 700 ლარამდე. ანუ მე ესე ვუყურებ ამ სიტუაციას. თქვი შენ არა, მოყვანაერად ეგეც ვთქვათ, რომ ბიუჯეტური 300 არა, მე 200-მდე 200-მდე ვეძახი ხოლმე ბიუჯეტურებს რა. 300 მაშინ გამოვარო საშუალო ბიუჯეტურს სადამდე იძახი. 500 ზემოთ რა, ეგრე 700 გამყავს და 1000 უკვე აღარ არის. 1000 აღარ არის. 1000 აღარ არის ბიუჯეტური აღარ არის 1000. 1000 უკვე არის კარგი კუში. კი ბატონო. კაი, მოკლედ პრინციპში დაახლოებით ახლოს რა და ანუ ჩემი მე დავიწყებ, მოკლედ აი ბიუჯეტური დანების რჩევა, ანუ ყველა ვარიანტში სანამ ნებისმიერ დანას შეიძენთ, უნდა ჩამოყალიბდეთ დანა გინდათ უბრალოდ სათამაშოდ, დანა გინდათ რამე კონკრეტული დანიშნულებით, თუ დანა გინდათ რომ თქვა შეაგროვოთ რა რაღაცა კოლექცია. თუ სამარიაჟოთ. ხო, ნუ აი სამარიაჟოთ თქვი უბრალოდ რომ თქვი ეგ არის სამარიაჟოთ რა, აი პროსტა რო გინდა დანა, მანდ გავაიგივე რა. ბიუჯეტურ თემაში ცოტა რთულია რომ რაღაცა განსაკუთრებული სამარიაჟო რამე შეიძინო, ბევრად იული არის ინსტრუმენტად რო შეიძინო. ჩვენს რეალობაში ძალიან კარგი დანებია განზო. აი მართლა ძალიან კაი დანებია განზო, ეს არის ქვედა ბიუჯეტური სეგმენტი და რაც შეეხება ჩემ რეკომენდაციებს, მე მოკლედ ვიტყოდი რომ ანუ რუიკის დანები ქვედა სეგმენტში და რეალ სტილის დანებს გავუწევდი რეკომენდაციას. ჩვენ ეხლა დაგვიმთავრდა რეალ სტილი, მაგრამ ჩამოგვივიდა ახალი პარტია, რომელზეც მე ვისაუბრებ, მაგრამ ავიცი, მე პირადად რეალ სტილს იმიტომ ვაძლევ რეკომენდაციას, რომ მას მარკეტში ხო არიან, მაგრამ აი მაგ მას მარკეტშიც არიან რაღაცნაირები რა. აი ესეთი ტიპები არიან, რაღაცა პეციანები არიან ჩემი აზრით რა, თორე აიზერიც ძალიან მიყვარს, მაგრამ მოკლედ რეალ სტილი. განზო და ისა რუიკი და რეალ სტილი ჩემი რჩევა. აი რუიკზე ეგრე კარგად არ შეხედული, ხო. განზოზე გეთანხმები, ჩემი გამოცდილებით განზოთი დავიწყეს ყველაფერი ხელი და თავიდან განზოებს რო ყიდდი, ჩემი გამოცდილებით ძალიან ბევრმა დაიწყო ახალბედამ განზოებით და შემდეგ გადავიდა სხვა დანებზე და ყველასგან კაი გამოხმაურება მქონდა ხოლმე. თუმცა ინსტრუმენტადაც ვიწყიდულობს, აი 2 წლის წინ გავყიდე მე მგონი პირველად განზოები და ეხლაც რომ მოდის ხოლმე ჩვენერად გამართული არის, მორყეული არაფერი არ აქვს და ძალიან კმაყოფილები არიან რა და გინდა ინსტრუმენტის თვალსაზრისით, გინდა რაღაცა კოლექციის და დანის რაღაც წყურულის და დანებთან გაცნობის მხრივ განზოებით დაწყება ცუდი ვარიანტი არ არის. ხო, არა, ნამდვილად. ცადეს დიზაინერებთანაც თანამშრომლობა, იქ სკიმენთან ცადეს ჩვენელი მოდელი გააკეთეს, მაგრამ მუშა ძალიან კი. ხო, ნუ მაგრამ სხვა ლიგაში ვერ გადავიდნენ, ისევ განზოვარის რა და მე მგონი გაიაზრეს ეგ და ისევ თავისას აწვევიან, სადაც არიან, კარგად არიან. კი ბატონო, საშუალო ბიუჯეტურში მე პირადად ანუ გამოვყოფ ორ სიტუაციას. ეს არის სპაიდერკო საშუალო ბიუჯეტურში და ეს არის კაიზერის პრემიუმ ხაზი. ანუ სპაიდერკოსზე ცალკე ვიტყვით. იმიტომ რომ თელი ვიდეო ჩავწერეთ და აგერ გამოჩნდება ალბათ ლინკი და შეგიძლიათ უყუროთ სპაიდერკოზე ვიდეოს, მაგრამ ალბათ იქ რაღაცები გამოგჩანს. სპაიდერკო არის მკვეთრად საჭრელი დანები.
მკვეთრად საჭირელი დანები ნიშნავს, რომ იმ დანებით არ უნდა გავაკეთოთ რთული რაღაცა ჩიჩქუნები და ექსპერიმენტები და ბოუ რივერით სპაიდერკოს მოდელია ესეთი. სქელი ხე არ უნდა გავთავოთ. მაგისთვის არსებობს სხვა დანები. ამიტომ სპაიდერკო და კაიზერის პრემიუმ ხაზი არის ჩემი რეკომენდაცია საშუალო ბიუჯეტში. სივის რა დაგვწუნა? ეხლა ძალიან სიღრმეებში ჩავდივართ. არაფერი არ დამეწუნებია, კაიზერი მირჩევნია პროსტა რა. всё, კაი. მაგის ნება. სივი, კაიზერი, რუიკიზე განთქვი ბიუჯეტში. რუიკის მე ბიუჯეტურებში გავიყვანე, ბიუჯეტური რუიკი. მაშინ კონცეფტიც ძალიან კარგი არის, კონცეფტი ძალიან მოუწონს. დანარჩენი საშუალო ბიუჯეტურში უკვე ისეთი არის, ზღვარი რაც თქვი, წეგან 700 ლარი და რაღაც უგავსი, უკვე ძალიან ბევრი საინტერესო დანა მოდის, უკვე რომელიც პრემიუმში შეიძლება გავიდეს. უკვე პროტეკების ვარიანტებიც არის, მაიკროტექსაც აქვს, MSI მოდელი 600 ლარის ფარგლებში არის. ხო და ძალიან დიდი არჩევანი მოდის უკვე მაგ ფასებში და ესე მარტივი არ იქნება ახლა ყველა მოდელზე სათაოდ საუბარი. მაგრამ შენ როგორც ხვდები, ანუ ხა მართლა საინტერესო მოდელი არჩიე რა, ანუ ხა MSI მაიკროტექის უკვე მაგ იმაში გადის და ძალიან საინტერესო მოდელი არის. კი ბატონო. ერთმნიშვნელოვნად. პროტეკის რაღაცა მოდელებით შეიძლება რომ ჩაჯდეს მაგ კატეგორიაში. ორი აზრი არ არის. ავიცი, მე მგონი ამ კითხვასაც გავეცით პასუხი. დანარჩენი იტალიურები ძალიან ბევრი არის უკვე. კიტა. იტალიურები მოდის მაგ ფასებში. ხო, იტალიურებზე უბრალოდ ჯანეთ მაუსების და სხვების და ცოტა სპეციფიურები არის. ნამდვილად კი. დანარჩენი იტალიურებით დაწყებას მე მგონი არ ურჩევ. ხო, არ, მეც არ ურჩევ იტალიურებით დაწყებას. კი, დანარჩენი შეიძლება შეგიყვარეთ რაღაცა მომენტში, მაგრამ კი ბატონო. შემდეგი შეკითხვა, იყო ესეთი, რომ ანუ ადამიანი ჩვენ გაუნწერი, რომელიც როგორც ჩანს ესპანეთში ცხოვრობს, ერთ-ერთ ვიდეოში მე ვახსენე ესპანურ დანებს ცოტა კბილი გავკარი და დამეთანხმა, იმიტომ რომ უყვარს დანები, კუდემანის რამოდენიმე დანა აქვს და არც ნალესით დავრჩი კმაყოფილიო და არც ფინიშითო და ასევე აღნიშნა, რომ ვალენსიაში ცხოვრობს თვითონ და ძალიან ცოტა ადგილები, სადაც დანების დიდი ასორტიმენტი არის. გამოფენაზე წელიწადში ერთხელ თუ წააწყდები ალბასეტეში რამესო, დიახ, ნამდვილად ესპანეთს აქვს უდიდესი ისტორია დანების, ტოლედოდან დაწყებული და მაგარცივი არახს თუ არ აკეთებდნენ, მაგით კონკისკადორებმა დაიპყრეს სამხრეთ ამერიკა, მაგრამ დღევანდელ დღეს ცოტა მეტი არის სამუშაო იმისათვის, რომ დააკმაყოფილო მსოფლიო ბაზარი, ვიდრე ესპანური ბრენდები აკეთებენ. ანუ ამიტომ, რა ვიცი, დიდად არავინ არ გიждდება თუ არ ჩავთვლით ტრადიციულ სტილზე, რომ ნავახას ტიპაჟი გევასება ადამიანს. რავი, მე რაღაცა მე არ ვიცნობ არავის, ვინც მეტყვის, რომ აი ესპანურ დანებს ვაგროვებ. ანუ ბრენდებს. ხო რა, ანუ მარტო ინსტრუმენტებზე ხო არ არის, ინსტრუმენტებად თუ შეხედავთ, აქაც ძველი რუსული რაღაც ჯარისგან გაკეთებული დანებითაც გამიგია ბევრი, რომ არავის წლები არ ბლაგდება და ხალხი კმაყოფილი არის რა და მე ასიმილაკის ამაგას ვერ ვხვდები, მაგრამ დაუშვათ. უბრალოდ ინსტრუმენტები არ არის ესენი და დღესდღეობით რო გაიხსნა ეს საზღვრები, ხო უკვე საზომი იმ ქვეყნის არ არის მარტო ხელოსნები, საზომი არის უკვე მსოფლიო მასშტაბი რა და მსოფლიო მასშტაბით უკვე როცა ედრები ესპანურ დანას რო შეადრე ამერიკულ დანას, ჩინურ დანას, გინდაც რუსულ დანებს. თუნდაც გვერდზე მეზობელი რო ავიღოთ იტალიური, თუნდაც იტალიური დანებს, ახლოსაც არ არიან რა და. ხო და აქ ერთ რამეს დავამატებდი, რომ ამ ადამიანს გურჩევდი, რომ ესპანეთში ერთი დიდი პლუსი გაქვთ, რომ ევროპული საიტებიდან შეგიძლიათ გამოიწეროთ და ევროპაში ძალიან კაი საიტები არის. ზვირებიქს ევროპაში ძალიან. კი, ზვირებს. ზვირებს. ჩვენ ცხოვრობა ვართ. ჩვენც ევროპა ვართ, კი, მაგრამ არის რაღაცა მომენტები, რომ ჩვენ ბევრად кай ფასები გვაქვს, ვიდრე თუნდაც ლამნიაზე. არის ეგეთი მომენტები ბევრი. შემდეგ კითხვაზე გადავიდეთ? მინდი რომელია? ჩებურკოვის სტრიჟზე რას ფიქრობთო და ანუ კი კონკრეტული დანა იკითხა ადამიანმა, მაგრამ რა ვიცი, ორი სიტყვით ჩებურკოვსაც შევეხოთ? შევეხოთ და ერთი მომენტი ჩავიხედები. მოდი მე სტრიჟსაც გადმოვდებ, გასალესად არის და დაემთხვა კარგად რო აგერა, გასალეს დანებში იყო სტრიჟი. სტრიჟი. შენ თქვა თუ რა თქვა? მე დაიწყე. დავიწყეთ რა, მოკლედ ორი აი როგორც თვითონ როგორც უწერია საიტზე. 2003 წელს კომპანიამ მიიღო მონაწილეობა მოსკოვის გამოფენაში, მაშინ ორი კაცი ვეღავითო. თვითონ ეძახის. მერე მოსწავლეები დავაგროვეთო, ის მოსწავლეები, კარგი ოსტატები, გაიზარდნენო და ნელ-ნელა გავფართოვდითო. ანუ
2003 წლიდან, აი 2008 წელს უკვე კლინოკ არის ესეთი გამოფენა ჩვენ ჩრდილოეთ მეზობელში, რომელიც საკმაოდ კარგი დონის გამოფენაა, მოდი ვაღიაროთ. უკვე კლინოკზე იღებს მისი დანა სახელად პერს, ანუ სპარსული პირველ ადგილს და 2010 წელს უფრო პრესტიჟულ რუსულ გამოფენა არსენალში მისი დანა შახრიზა და იღებს მეორე ადგილს. ანუ ნელ-ნელა ეს კომპანია ყალიბდება რუსეთში ისეთ პრესტიჟულ კომპანიად და ევროპაშიც რამოდენიმე გამოფენაზე საპრიზო ადგილები აქვთ მათ მინაღები 2017 წელს ფრანგულ კუტელია თუ როგორ უნდა ვთქვა ფრანგულად სწორედ არ ვიცი მისი კომპოზიცია რენესანსი და 19 წელს ცარ სალტანი იღებს მეფე სალტანი იღებს ასევე საპრიზო ადგილს ეს რაც შეეხება მათ ისტორიას თვითონ ჩებურკოვი ტიპაჟურად არ არის ცუდი ტიპი ნამდვილად და ავით საინტერესო რაღაცებს აკეთებს მაგრამ მე თავშუე ვიტყვი ჩებურკოვის გაიგივება და დაახლოება და ერთ სიბრტყეში განხილვა შიროგოროვთან ეს პირდაპირ ნიშნავს რომ დანებში ძმაო არ გესმის არაფერი თუ ვინმე ხარ ეგეთი რა და ავი რა ეგრეა რა კაი ხმამაღალი ნათქვამია ხმამაღალი ნათქვამია რეალ ძალიან მიყვარს მე ჩებურკოვის დანები მაგრად მევასება მაგრამ ის სხვა ლიგაა რა კაი ნუ მაგაში ვეთანხმები მე სხვა ლიგაა თორე სხვა ლიგაა და კიდე დავამატებ რომ ჩებურკოვი ვერასდროს ვერ მიუახლოვდება შიროგოროვს ჩემი აზრით მაგრამ სტრიჟი მაგრამ სტრიჟი და იკითხა კაცო აბატონო ესე იგი დავიწყოთ რა ერგონომიკა ჩემთვის არის ძალიან მისაღები მასალები სტრიჟზე ან ჩვენ შემთხვევაში ქრომაქსი არის ფოლადი და აქაც გავლენაა რა ქრომაქს ის იყენებს შიროგოროვი რა ხშირ შემთხვევაში და ასევე ესე სტრიჟის ვარიაციები არის ZDI-ზე ანუ ZDI ეს არის ზლადინოქსის უჟანგავი დამასკური ფოლადი რომელიც სიკარგეზე და სიცუდეზე არაფერს არ ვიტყვი ერთადერთი ვიტყვი რომ კატეგორია ეს არის იგივე კატეგორია რაც პირობითად CVB-ის ბიუჯეტურებზე არის უჟანგავი ფოლადები რა ან დაახლოებით იგივე კატეგორია დანარჩენი სტრიჟი მართლა მევასება მე პირადად რაღაცნაირი კაი ტიპია რეილაკონიკოს დიზაინებს ვამსგავსებ მაგრამ ვერ ვიტყვი ხა რომ დამი აქვს აღებული რა სტრიჟს რაც შეეხება ძალიან კაი დანა არის სტრიჟის ორი ვერსია აქვს მინიც აქვს კი ბატონო სიმართლე გითხრა მინით დიდად მე არ მოვიხიბლე ძალიან ის ხდება ხოლმე თვალში ნუ კაი გამოყვანილი პირი არ ქონდა და გასალესად ქონდა ხო მგონი რა და აი ეგრე რაღაცა დავინახავ ხოლმე ეგეთ რაღაცას მე რაღაც თლიანად მისრულდება ხოლმე გული რა და ეს მოდელი ძალიან მომწონს ეს ძალიან კაი მოდელი არის დიდი ვერსია მერჩევნია მინის მაგრამ მაგით სხვათა შორის მიუხედავად რაღაცა წუნებისა ბაზარზე არიან ცნობილები რომ პირის გამოყვანით კი ცნობები არ პირის გამოყვანით სხვებთან შედარებით ითვლება რომ კარგი პირის გამოყვანა აქვთ რა ეს აი მე თუ ვარ ჯობია ხომ ხო ნუ ვერ ვიტყვი რომ რაღაც ძალიან სულ დონეზე არის მაგას ვერ ვიტყვი ხა ნახდათ შენ მაგის სპეციალისტი ხარ და შენ გაქვს რაღაც კრიტიკის უფლება მე თურდის მომწონს იმის აბდაუდა პირები რა და იმ თვითონ ხასიათითებს იმაში და ამაში ხო თქვა იმიტომ რომ რეზაკს რო აკეთებ და იმენა რომ ფორმა ისეთი გაქვს რომ უნდა იყოს აი და ისეთი მჭრელი იქ ხო ფინიშით რა ნუ ეგეთ ცუდიც არ იყო ამდენი ხანი რომ მოკლედ რა თვალში მომხდა რა და დიდ ვერსიას მე ყურადღებას დავუთმობდი ძალიან კაი დანა არის ძალიან კარგად მუშაობს აქ ფასები არ არის რა ანუ ყოველ შემთხვევაში მე არ ვიცი საქართველოში რამდენად იყიდება ხა ჩვენ არ გქონია რა მართლა არ ვიცი გულწრფელად მაგრამ თავის საფასე კატეგორიაში მე დადებით შეფასებას ვაძლევ ჩებურკოვს არ ვაძლევ უარყოფით შეფასებას უბრალოდ ვიძახი რომ ჩებურკოვი არ არის უმაღლესი ლიგა ჩებურკოვი ჩემთვის არის იმ სიბრტყეში რა სიბრტყეშიც არის ვინაიფი და დაჟე ვინაიფი შეიძლება ცოტა წინ დავახერხო ნუ ეს ჩებურკოვის აი სერიულ დანებს თორე მას აქვს რაღაცა კასტომები რომელზეც ამ წუთას არ ვლაპარაკობთ ხო ნუ უმაღლესი არ არის ნამდვილად რა მე მგონი გავესწრა პასუხი ძალიან საინტერესო დანებს აკეთებს ძალიან საინტერესო ხელოსანი არის უბრალოდ მეც ხშირად გავიგე ბოლო დროს რა რომ რაღაც შიროგოროვს უყენებენ ხოლმე გვერდზე რა და ჩემს გადმოსახედიდან და ჩემი გამოცდილებით არანაირად ახლოსაც ვერ მივახლოვდებოდა შიროგოროვს სხვა ლიგა არის
თავის ლიგაში ფასებიც ადეკვატური აქვს, მე მგონი, რა ვიცი, ძალიან ძვირიანი მოდელები არ აქვს და ადეკვატური. სხვა კიდე ნორმალურ დანებს აკეთებს. ეს ჩემი კოლექციაა. ჩებურკოვის ძველი მოდელია. ხო, ფიქსებს აკეთებდა, თავიდან ფიქსებს აკეთებდა და რა ვიცი რა, რაღაცა აქ ამ ფიქსებში უფრო გრძნობ მე აი რა ვიცი, თუნდაც რუსულ ხასიათს რა. და ნუ მაქვს კოლექციო ძალიან კაიდან არის, ძალიან კაი ფიქსი არის სანამ მომწონს. ეს რა პოლადია, ანუ ზუსტად არ ვიცი რა. ავტომატიზირებული. არა, ან არხანგელსკია დამასკო რა რაღაცა მოზაიკასავით არხანგელსკი, ან შეიძლება ჩებურკოვიც, თუნდაც ჩებურკოვიც აკეთებდა როგორც ვიცი რა. კი ბატონო, არა. კაი რაღაცაა ძალიან. კი ბატონო. კი ბატონო. აი, მოკლედ ჩვენ ჩებურკოვის დანა ყველას გირჩევთ რომ იყიდოთ, ნახდად გირჩევთ. ჩვენი რეკომენდაცია სტრიშს. კი ბატონო. იმედი არ გვიყურებს ვიბადრონა. გადავალესო. ხო, კი ბატონო. მაგრამ თუ არც არაფერი არ გვითხოვს. კი ბატონო. კაი, გავაგზავნეთ. გავაგზავნეთ და იყო ესეთი კითხვა, ბიჭებო, ამერიკიდან წერს რომ ბორკაზე თუ ხსმენიათ რამეო. ბორკაში თუ გულისხმობ ბატონ სებასტიანს, ხო? და რა თქმა უნდა მას გულისხმობთ, ეს ვიხუმრე, კი ხსმენია. გვიყვარს რაღაც ზომით. გვაქვს მისი ყველაზე ცნობილი ნაშრომი მაიკროტექის წარმოებით. ხო, თლად ბორკა არ არის, მაგრამ ლოგო გვაქვს ბორკას. ხო, კი ბატონო, ანუ კასტომი მე პირადად ლაივში არ მინახია, ანუ ხელში მე არ მწერია. არც მე არ მინახავს. კი ბატონო, მაინტერესებს და სიამოვნებით ვნახავდი. რა შემიძლია თქვა ამ მოდელზე რა? აი, რო იტყვია რომ რაღაცა შეხედე გაარტყა რა ისეო რა, საკაიფო რა. ანუ აი, კარგად გაარტყა რა. ანუ მსგავსი ტიპი ზოგადად თან ფუნქციონალურად იშვიათობაა რა, ესეთი ბრუტალური ტიპი, რომელსაც თან აქვს რაღაცა ისეთი, რა ვიცი, შეღწევადობაც რო აქვს, ჭრაც რო აქვს, ყველაფერი რო აქვს რა. ანუ ცოტ-ცოტ აქვს ყველაფერი ამდანას. ეს არის ჩემი მოსაზრება. დანარჩენი თამამად ვიტყვი რომ მას გამომართლა რომ ისეთი ძმაკაცი ყავს როგორც ტონი მარფიანია. ხო? არა, მიყვარს მე ეს მოდელი. ჩემი გამოცდილებით რამდენიმე კიდე მოყოლია კოლექციონერი რომ რაღაცა აქვს ამდანას ისეთი რომ აი წაუღიათ და მე თქვა ერთთვის მე რომ მინახავს, ორთვის მე მინახავს ეთამები, მე კიდე უფრო შეყვარებიათ ხოლმე ეს მოდელი. აქვს. მეორე არის რამდენად ეგეთი მაგარედანა არის, როგორი რეკლამაც აქვს. ხო, როგორი პრესტიჟიც აქვს. შემდეგ კითხვასთან ძალიან კავშირი, შემდეგ კითხვას კაი. გავს დანაზე გვექნება და ხო, გავს რაღაცეები. ხო და შეიძლება არ არის ეგეთი ეგ დანარჩენი ხა პირადად მე ხა დანებს რო ვარჩევდი ამას ალბათ ჩემ 10-ულში 20-ულში შეიძლება არ მომეხადრებინა, მაგრამ ნუ ერთი ინფორმაცია შეიძლება რეპუტაცია ძალიან მაღალი აქვს რა და ეს არ არის დადასტურებული ინფორმაცია, მაგრამ ძალიან საინტერესო ფორუმზე მაქვს დაკითხული, რომ ძალიან ბევრს ვცდილობდა ბატონი სებასტიანი, რომ ერთ-ერთ ძალიან მაგარ სერიალში ყოფილიყო ეს დანა დაფიქსირებული და სამწუხაროდ არ გამოუვიდა და ნუ ვერ ვიტყვით რომ მედიურობით ეს დანა არის ცნობილი, ანუ არ არის ეს რაღაცა რამოდენიმე ფილმში არის, მაგრამ ესე არ არის როგორც სხვა დანები არის და მოკლედ გული დაწყდა, მაგრამ როგორი რო დაწყდა, ზოგი ჭირი მარგებელიაო მის მერე დაახლოებით ძალიან აქტიურდება თვითონ სებასტიანი ინსტაგრამზე, ანუ იწყებს სავარაუდოდ არ ვიცი, ვიღაცა ქირაობს ან სწავლობს, ან იმდენად საკაიფო კონტენტს ქმნის, გინდა ფოტოებით, გინდა სად დადის, აი შტაბეჭდილება დაგჭება, რომ სუგულაობს. რაც რა თქმა უნდა არ არის რა, მშრომელი კაცია, მე ოჯახი კაცია, მაგრამ დღეს ეს ინსტაგრამი მაგრად ამერიკაში მით უმეტეს. ნამდვილად უჟმურ ხასიათზე ხوارვათ, რაღაც ჩებურგოსაც ისე შორიდან მოუვარეთ, ამასაც შორიდან მოუვარეთ. არა, რატო თო ტიპი, ანუ რა გინდა სწორი მას ქადაგებს, რაღაცა თან ვარჯიშობს, საღამოთი ვისკის წრუპავს და ძვირფას სიგარას აბოლებს, ფერარით მოძრაობს, ტონისთან ერთად მაიამი ტუსოვკევ, კაია რა, ანუ სტიმულს გაძლევს. მაგარიდან არის ბიჭებო. უბრალოდ პირდაპირ ბორკა იმაზე კასტომზე არ წავიდოდი, ჯერ ამდენი მოსინჯავდი. რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი ფული არა გაქვს რა და სხვა კიდე ვინც მსგავსი ხასიათის და ემოციის და რაღაცა მსგავსი დანების მოყოლი ხართ, აუცილებლად მიეცევდი ყურადღებას. ფიქსი მომწონს ბორკასი, რომელიც არის კაკრას არ არის ჯერ მაიკროტექთან წარმოებული და არის კასტომი, ზუსტად სახელი არ მახსოვს, იაპონურ სტილში რო აქვს არი, ფოტოს ალბათ ჩასვავს ლუკა, ძალიან მაინტერესებს ეგ დანა. აი ხა ამ მოდელსაც მივაქცევდი მე ხელ ყურადღებას პროტეკისას.
აი, უბრალოდ ეწერა რო თქვით რა ისეთი არ არის. ამ ხელა რეპუტაცია აქვს სიტყვაზე, ყველა მიცის. ნამდვილად და ეს უმაგრესი მოდელი არის ესეც და ეს ამას არ აქვს. ეგეც არ ვიცი გამართლება არის დღეს ამ სფეროში თუ რა არის, რომ ზოგი მოდელი ძალიან გავარდება და ზოგი შეიძლება ძალიან მაგარი დანა გააკეთოს, მარტო ამაზე არის საუბარი და მარტო გამართლება არა. ეს მუშაობა მარკეტინგული. მარკეტინგული მუშაობა. ძალიან მაგარი დანა არის, ძალიან მაგრად მიყვარს ახლა. კი, ორივე მაგარია, მაგრამ ამას მეტი დაფასება ჭირდება ჩემი აზრით რა ამ დანასაც რა და ძალიან რეკომენდაცია ამ დანას ბევრს უყვარს ეს დანა, ძალიან საინტერესო დანა არის და ვისაც გაინტერესებს გავსი ხასიათის დანები, პროტექსაც მივაქცევდი ყურადღებას. TR 5. არათუ მივაქცევდი, არამედ, არ ვიცი, როგორც დანა. ხო, ეს ბევრად დანაა რა. ხო, კაი. და როგორც აქსესუარი და როგორც აი, ხო, ჩვენ რო საკოლექციო, ეს საჭირო რამეა. მაგრამ მე მინდა, მე არ მაქვს და ვაღიარებ რომ მინდა. ჩვენი შემდეგი შეკითხვა ეხება Microtech Halos და რა ვიცი, თქვი, რამოდენიმეჯერ იკითხა მომხმარებელმა, კი ძალიან პოპულარული მოდელია. რა სიტყვა? რამოდენიმეჯერ შენ შეესწარი მიხეილ, თორე დანარჩენი რამდენიმე 100-ჯერ არის ნაკითხი ამ მაღაზიაში და ალბათ ყველაზე პოპულარული მოდელი არის. სხვა კოლექციაში დავდებდი Halos. კი, უნიკალური დანა არის, მაგარი დანა არის. ისტორიას დიდი აქვს, საკოლექციო ღირებულებაც ძალიან დიდი აქვს. უბრალოდ მე მგონია რომ ეს რამდენიმე ასეული ადამიანი ჩემთან რო კითხულობს და ქალაქში ალბათ ნახევარი რო ეძებს, უბრალოდ სამარიაჟოთ ეძებს. რა თქმა უნდა. მან არაფერი არ არის დასამალი, რომ ეს არის მარიაჟობის თემა. ხალო რა და ეგრე მე არ ვაგროვებ დანებს რა ეხლა და არ ვიცი, არც ისინი არ ამგონია რა სამარიაჟოთ უნდა რა დანის შემგროვებლობა არ არის. მეც ეგრე ეხლა რაღაცა სათვალე არის რა, მაიბახ რაღაცა რა, ერთ ცნობილ ქართულ ბიზნესმენს უკეთია და მაგრად მინდა, მაგრამ მინდა სამარიაჟოთ რა. ო, ნუ მოკლედ მარტო იმიტომ ეკუთვნის ამ დანას კოლექციაში ყოფნა, რომ ყველას უნდა. ეგეთი ყველას რომ უნდა. ყველას უნდა. კი ბატონო რა და ნუ ძალიან ერთ-ერთი გამორჩეული კომპანიის და გამორჩეული ხელოსნის ერთ-ერთი პირველი ნაბიჯებია, ხო? პირველი სერვერი 2014-დან გააკეთა Halo და მე მოდიფიკაციები აქვს Halos. 14 კი არა. 94 გულს, ხო? არა. 94 კი არა. 2004-ს. თუ 94-ია. მე მგონი კომპანიის დაარსებიდან. კომპანიის დაარსებიდან, კი, ციფრები. ეცოდი მახსოვდება აქვს, მაგრამ მე მგონი 94 მართალია. 94-ია, 94-ია, კი და 2017-ში მორჩა. აღარ გამოუშვა. 2017-ში მორჩა. მან აურდაურიე რა. მოკლედ, საკოლექციო თუ გინათ ეს დანა, ცალსახად ორი ხელით ვემხრობი და ღირის ამდანისთვის შრომა ძნელი საშუალებელი არის და რო იშოვნოთ, მაგრამ სამარიაჟო თუ გინათ ეს დანა, რა ვიცი მე ხო, ფუნქციურად ანუ მის ეს სისტემა, გადატენის სისტემა, ანუ იმიტომ გააკეთა, რომ ანუ უნდოდა რომ ულუφტო მაქსიმალურად OTF-ი ქონოდა რა და სხვა მეთოდებით იმ პერიოდში ვერ მიაღწია და ეს რო იძახიანო, ეს არ არის მარფიონის მოგონილი. გადატენა არ არის მარფიონის მოგონილი, მარფიონემდე ეს დალტონს ქონდა მსგავსი ისენი რა ქვია და მაშინ ცალკე დალტონზე ჩავწეროთ ვიდეო და მაგარი კაცი იყო ისიც რა, მაგრამ ხო რა, ეგ არის, თორე Halo უნდა ყველას მეც, შენც და ტრიფონიასაც. ასე რომ, არ ვიცი, Halos იმდენ ფილმშია მარტო რომ არ ვიცი რა, ფილმი არ იყო, Halo რო არ ყოფილა. მოკლედ, ლეგენდა კაცის და ლეგენდა ბრენდის უდიდესი ნაწილი არის. წარმე დააწყდებით, აუცილებლად იყიდეთ. აუცილებლად რა. დანარჩენი ისევ იმას მიუდგები რა, ისა რა მარიაჟობით ვერავისერ გააკვირებთ რა და აი ხო რა. პირადად აქ რომ მოდიან და დანებთან ახლოსაც რო არ არიან რა გავლილები და Halos რო კითხულობენ, ნუ კაი Halo-ა ვიცი დასაფასებელი არის, მაგრამ ეგეთ ხალხს არ უნდა ქონდეს. ხო არა, არიან ბიჭები, არიან 2 წელი აქვს, 13 წელი აქვს, ანუ ევასებად აგროვებენ და ხო გეუბნები, ერთ წელს მეც ვიქონიებდი სიამოვნებით რა და მოკლედ, მარიაჟობის ადგილი არ არის სადანესფერო. ჩვენი ასე ვთქვათ, კომენტარებიდან ბოლო ესეთი კომენტარი კითხვაც არ იყო რაღაცა სურვილი, კეთილი გვისურვა ადამიანმა და შეეხო რომ Spider-Go აქვს რეპლიკა და რაღაცა კარგად ვერ ხმარობო და დღეს გადაცემას რო ვიწყებდით, ბატონ გიორგის ვთხოვე რომ რამე დანა მეც მომეცი რა, ქალაქში არ დავდივარ ესე დანებით და აი ეს დანა მომცა, შენ ესო რა. რეპლიკა. კი ბატონო, ბუტე გაგებუტე, ძმაო, ამას დაგიმახსოვრებ. ხო და აბა გისმენ ახლა და შევეხოთ ორი სიტყვით. ანუ რეპლიკებს ვეხები, თუ რაზეა საუბარი? რეპლიკებზე ვისაუბროთ. კაი, რეპლიკებს რაც შეეხება, ჩემი აზრით,
ნუ რეპლიკა არის ამ სფეროს შეურაცხყოფა და ჩვენ ვართ ამ სფეროს მოყვარული და გულშემატკივარი და ზოგადად ვშრომობთ რომ ეს სფერო წინ წაიწიოს. პირველი ეგ არის. რატო გაქვს მაშინ ეს? ესა? ხო. ამდანაც ისტორია აქვს. დაჭირება რა შუაშია ეხლა იმასთან რეპლიკას იდეასთან. დამჭირდა კანონის თემაში რომ კანონი ცივი არაღი არ არის ეს რა. რატო არ არის? მე ესე ვიძახი რომ რეპლიკა კაი წაკეთებს, ანუ თლათ მარტო უარყოფით არ უყურებ. რეპლიკები ახლა მე რაც მაქვს, ვცდილობ მოვიცილო და ნამდვილად არ მაქვს სურვილი რომ რეპლიკასთან, მაგრამ ხანდახან არის მომენტი რომ მყიდულობ, რაღაცისთვის მჭირდება. ხო. რეპლიკას ბევრი ადამიანისთვის გაუჩენია სურვილი და მე იმ ადამიანებს დაუწყიათ წესიერდანებთან. ნუ რა თქმა უნდა, პრინციპი ექნება, მაგრამ რავი, ის რომ რეპლიკები შეაგროვო და რეპლიკები იყიდო, იმიტომ რომ ის უფრო იაფია, ეგ და ნუ მე გავიგებ რა, ვიღაც შეიძლება აგროვდეს ეგრე კაი, მაგრამ ნუ ყოველ შემთხვევაში ჩემთვის მიუღებელი არის. მე კიდე ხშირად მისვამე ხოლმე კითხვას აი რეპლიკებს და როგორი ფოლადია და რაღაცა და ხალხო თუ დანა გააყალბა კაცმა და ტყუილა დააწერა ბრენდი ეხლა ის ფოლადსაც არ ჩადებს შიგნით არანაირს და რა თქმა უნდა ყველაფერზე დაზოგავს ფულს რა ეგ უნდა იცოდეთ და ეგ არის პასუხი მაგ კითხვაზეც რომ რა თქმა უნდა რაც შეიძლება დაბალი დონე არის ნამდვილად და მოდი ერთ რაღაცა პირობასავით ვთქვათ რა მე მინდა ერთი კარგი ვიდეო გავაკეთოთ ავიღოთ ერთი 5-დანა ხო კაი არა მე მინდა რა რომ აი რეპლიკებზე უკვე სხვა მიმართულებითაც ვიდეო ჩავწერო. იმ ბრენდს რა ქვია ჩინური ბრენდი არის ნორმალური გრინტორნი და კიდე არის რაღაცა კიდე არის კი მეორეც მაიკროტეკებს აკეთებენ და ვესპა ხო კი ბატონო ხო ნუ არიან ეგეთი ბრენდები 13 არის და მე-4-ს კი ბატონო ხო ეგორი მახსოვდა რომ არიან ეგეთი ბრენდები რომლებიც აკეთებენ ნუ შედარებით ნორმალურ რეპლიკებს მაგრამ ყოველ შემთხვევაში მაინც რეპლიკა არის ნამდვილად და კი აკეთებენ პროტეინის რა ქვია სტრაიდერის რეპლიკებს სტრაიდერზე უკეთესად მაგრამ მართლა აკეთებენ ხო ის გამახსენდა ახლა iPhone-ები რო შემოვიდა ადრე რა და პატენტი რეპლიკა ყალბი iPhone-ების დადიოდნენ ხოლმე და მარიაშოვდნენ ხოლმე რა. ხო, ნუ მოკლედ რეპლიკებზე მოვა დრო კაი ვიდეოს გავაკეთებთ. ანუ კაი. მოკლედ კითხები მეც უნდა ჩამოვიტანო კაი ძვირიანი რეპლიკა სანიმუშოდ. გრინტორნის. კი ბატონო, აი ერთი $700 როდეს აი. ხო, ეგ უკვე სხვა თემა არის რა. მან სხვა რაღაც ნიუანსები აქვს. ხო, სხვა რაღაცის გამო. და ეს რაღაცა ენდურა რო ღირს 40 ლარი რომელსაც პირობითად მე რომ მქონდა და ერთხელ გამოვიყენე და ჩამეკეტა ბეკლოგი, ხო, ეგ უკვე საშიშიც არის რა, შევეშვით. მოკლედ ერთმანეთს ბევრი დრო რო არ თავში კი ვთქვით სამი კითხვა, მაგრამ თითო კითხვა დავუსვათ, მოდი ბატონო გიორგი რა. შენ დამისმე. მე დაგისმევ პირველ შეკითხვას და ამე ჩამჭრელი არ დამიცე. არა, არაფერ ჩამჭრელს. პოლიტიკაზე არ ვსაუბრობ. არა, დანებზე მაქვს პირველი შეკითხვა რა. მოკლედ, როგორც custom და როგორც თან სერიული წარმოება შიროგოროვი და აი ასოციაცია რა გაქვს მეორე. ანუ შიროგოროვი და მეორე რა სიტყვით? რუზველტი გამახსენდა ახლა. რუზველტი ამერიკელები რა, ჰოლტები. კაი, აი ჰოლტთან უფრო და რუზველტი ავი ახლა არა აქ იმდენი მოდელები და რაღაცა რომ კაი, ჰოლტი. ხო, აი ეგ ჩემი კითხვა რომ შიროგოროვთან გვერდზე შენ მაგ კუთხით რას დააყენებდი რა? შვენიერი ჩემთვის ძალიან დამაკმაყოფილებელი პასუხია. ეგ იყო? კი, ეგ იყო. მოუსტკ. ეგ იყო. შემდეგი ჩემია. მახსოვს ზეპირად. ერთდანას რო ერჩევდი, რა დანას აირჩევდი? თელ ცხოვრების მანძილზე. რო ანუ დანა რომ როგორც აი ერთი დანა მივთი რომ მჭირდებოდეს? თუ პროსტა შენ გადაწყვეტე, გინა საკოლექციოდ იქნებოდა თელი ცხოვრება, გინა ნივთად ერთს რო ერჩევდა. რთული კითხვა. კი, რთული კითხვაა, მაგრამ მაგაზე ძალიან ბევრს არ ვიფიქრებდი. ნახდათ არ ვიფიქრებდი ძალიან ბევრს და სავარაუდოდ ავიღებდი სპაიდერკოს მილიტარის. მილიტარის ავიღებდი კაი ფოლადზე, მაგის არჩევნის საშუალება თუ მექნებოდა და მოკლედ მილიტარი მექნებოდა. მოუფრთხილდებოდი რა. საინტერესოა. მოუფრთხილდებოდი, კი. ვიფიქრებ მე მაგაზე კიდე. კი ბატონო. გავცხოთ ხა მაგის დედასვეტი სამი კითხვა იყო და მოდი კიდე. მიდი ხა მკითხე. კაი, კითხვა ნომერი 2. სალესის სისტემები ხო, ძალიან ბევრნაირია და ვიცი რომ მაგ თემაზე ძალიან დიდად არ გიყვარს ლაპარაკი რა. კაი. დასაწყისისთვის, როდესაც ადამიანს თავისით უნდა რაღაცები ისწავლოს. რა სალეს სისტემას ურჩევ ბატონო გიორგი? გავგეგზელდება მიხეილ. მოკლედ
გააჩნია რა შედეგის მიღება გაწყობს და რამდენით მეტი დრო გინდათ თუ დაუთმოთ ამას. პირველი ყველას ურჩევდი რომ ჩვეულებრივ სტანდარტული სალეს ქვები რო არის 7 სანტიმეტრების იგანე 15 სიგრძეში. მიახლოებით რა სულ ქვებს რო ეძახიან იაპონურებს, მაგას გირჩევდით დაწყებას. დანარჩენი შეხედავთ, რამდენად თქვენი არის ლესვა, რამდენად მოგწონთ, თუ შედეგი არ დაგამაყოფილებთ, მე უკვე შეიძლება სხვადასხვა სალეს სისტემებზე კი გადასვლა. ბატონო, ჩვენი პასუხი არის მაწყობს. პასუხი მიღებული. შემდეგი. კაი. დანა შაიბებზე თუ საკისრებზე? და რატო? საკისრებზე. კაი. იმიტომ რომ მე არ ვხმარობ დანას ისეთ გარემო პირობებში, სადაც მისი წმენდა მე იქნება ჩემთვის სირთულე. ამიტომ საკისრებს. კაი, გავიგე. თორე კი ყველა იძახით შაიბებზე რომ რაღაცა. არა, მე საკისრებს. მე შაიბებისკენ ვარ. კი ბატონო. კაი, მიდი. და დღეისათვის მესამე ასე ვთქვათ, ბოლო კითხვა. ცოტა ისეთი არასტანდარტული კითხვა, მინდა რომ დავსვა რა. მაიკროტეკი თუ როგორც ბრენდი. თავის სამყაროში თუ მერსედესი როგორც მანქანებში. მაიცა ვერ გამოხევი. ორი ბრენდი რო შევადაროთ, მაიკროტეკი როგორც დანების სამყაროში და მერსედესი ავტომობილების სამყაროში. რომელი უფრო გავლენიანი ბრენდია? ან შენ რომელს მიანიჭებდი უპირატესობას, რავი, ეგეთი ფორმით დაგისვა. რა მე მერსედესი მიყვარს. და მაიკროტეკი მიყვარს სხვა, მაგრამ კითხვა არის იმაში, თავის სფეროში, რომელი უფრო გავლენიანია? მაიკროტეკი უფრო გავლენიანია. მეც ეგრე ვფიქრობ, რომ მაიკროტეკი უფრო გავლენიანი არის ვიდრე ავტომობილებში მერსედესი. კი ბატონო. კი ბატონო. ბოლო კითხვა გაქვს შენ თუ არა, თუ შენ კი მაქვს, არა, მესამე მაქვს. ვისი დანები არ გიყვარს? კატეგორიულად რო. ხო, აი ხომ მითხარი, ხო დაუყენე ხოლმე იმას და შენ ვისი არ გიყვარს? ჯო, ავიცი რა. არ მიყვარს მაგალითად სტრაიდერის დანები. მე და მიხელი თანხდებით. კარგით, აბა დღეისთვის მე მგონი ფინიშისკენ გავედით. გამოიწერეთ მეგობრებო, აი გულწრფელად გეუბნებით. ეგ არის ჩვენი მუღამი და სტიმული რა. გამოიწერეთ არხი, ზარესტიბაკი, მოწონება და კომენტარებში კიდე სხვა თემებზე იაქტიურებთ, კიდე ჩავწერთ მსგავს ვიდეოებს. მომავალ ვიდეოებში. მადლობა ყურადღებისთვის.